ვინ შეცვლის თინა ხიდაშელს კულუარებში რამდენიმე კანდიდატზე უკვე საუბრობენ, მათ შორის სახელდებიან სოფლის მეურნეობისა და სასჯელ აღსრულების მოქმედი მინისტრები, ასევე პარლამენტის თავდაცვის კომიტეტის ხელმძღვანელი, თუმცა პრემიერ-მინისტრი არც ერთი მათგანის კანდიდატურის განხილვას არ ადასტურებს. თავდაცვის მომავალი მინისტრის ვინაობა უცნობია საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერებისთვისაც. ამ ეტაპზე გარკვეულია მხოლოდ ის, რომ ხიდაშელის შემცვლელის მოსაძებნად კონსულტაციები უკვე დაიწყო. სანამ საქართველოში სავარაუდო კანდიდატურებზე მსჯელობენ, თავდაცვის მოქმედი მინისტრი ვაშინგტონში შეხვედრებს მართავს. სწორედ ამ ვიზიტის დასრულების შემდეგ არის დაანონსებული თინა ხიდაშელის გადადგომა. თავდაცვის სამინისტროს ოფიციალური ვებგვერდი უკვე მეორე დღეა გვატყობინებს ჯერ კიდევ მოქმედი მინისტრის ამერიკული ვოიაჟის დეტალებს. თუმცა სანამ თინა ხიდაშელი ვაშინგტონში შეხვედრებს ჯერ კიდევ მინისტრის რანგში მართავს, თბილისში უკვე მის შემცვლელს ეძებენ და სავარაუდო კანდიდატებსაც ასახელებენ, ოღონდ ჯერჯერობით მხოლოდ მედიაში. დღეს სხვადასხვა სააგენტოები უკვე წერდნენ, რომ ქალი მინისტრის შემცვლელად სამი მამაკაცი განიხილება: სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ დანელია, სასჯელ აღსრულების მინისტრი კახი კახიშვილი და თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი სესიაშვილი. თუმცა საბოლოო გადაწყვეტილების მიმღებმა პრემიერმა დღეს ყველა მათგანი გამორიცხა. ირაკლი სესიაშვილი არის ძალიან ღირებული იქ, სადაც ის მოღვაწეობს, სავარაუდოდ ის იქნება მაჟორიტარობის კანდიდატი. რაც შეეხება კახა კახიშვილს, ის არის ძალიან კარგი სასჯელ აღსრულების და პრობაციის მინისტრი და მე ვფიქრობ, რომ მისი გამოცდილება არის ძალიან ღირებული იქ, სადაც ის დღეს მუშაობს. და კანდიდატების განხილვა მიმდინარეობს, თქო, შეგიძლიათ აღვისახოთ. არა, დღეს არ დავასახელებ. როდის დაასახელებს პრემიერი თავდაცვის ახალ მინისტრს, სავარაუდოდ იმაზეა დამოკიდებული, თუ როდის დაასახელებს თავად მოქმედი მინისტრი მისი გადადგომის თარიღს. როგორც თინა ხიდაშელმა ცოტა ხნის წინ თავად თქვა, წასვლის ზუსტ დღესა და რიცხვს ამერიკიდან დაბრუნების შემდეგ იტყვის. ამერიკიდან დაბრუნების შემდეგ უკვე კონკრეტულ რიცხვსა შევთანხმდებით. შტატებიდან მოქმედი მინისტრი რამდენიმე დღეში დაბრუნდება. მანამდე მმართველი პარტია მხოლოდ იმას ამბობს, რომ პრემიერი კანდიდატებს ჯერ კიდევ არჩევს. უმრავლესობის წევრები დარწმუნებულნი არიან, რომ საჯარო დასახელებამდე გადაწყვეტილებას მთავრობის მეთაური მათთანაც შეეთანხმებს და მთავარსარდალ პრეზიდენტთანაც. მთავარსარდალის პოზიციები ხედავთ გათვალისწინებული. მე ვფიქრობ, უნდა იყოს გათვალისწინებული. პრემიერმა თქვა, რომ ის მიიღებს გადაწყვეტილებას და გააცნობს გუნდს, რომელთანაც კონსულტაციები გაიმართება საბოლოო გამოცხადებამდე. არსებული რეგულაციებით ახალი მინისტრის დასახელება მთლიანად პრემიერის პრეროგატივაა, თუმცა ქვეყანაში მოქმედ პოლიტიკურ ძალებს თემაზე თავიანთი პოზიციები აქვთ. მე ვფიქრობ, რომ დიდი სხვაობა აბლად არ იქნება ამ კანდიდატურებს. მის მიერ შემთხვევაში ვინც არ უნდა იყოს, მე წარმატებას ვუსურვებ, იმიტომ რომ ამ ქვეყნის თავდაცვის მინისტრები იქნებიან. კონსულტაციები გრძელდება. მოქმედი მინისტრი რესპუბლიკური პარტიის საარჩევნო სიაში სავარაუდოდ თვის ბოლოდან გადაინაცვლებს. სწორედ ამ დროისთვის უნდა გადაიბაროს თინა ხიდაშელისგან ქვეყნის თავდაცვა ჯერ კიდევ უცნობმა კანდიდატმა. თუმცა მხოლოდ რამდენიმე თვით, სანამ საპარლამენტო არჩევნების შემდეგ ახალი მთავრობა არ დამტკიცდება.